შეიძლება ამოდი თქვას, რომ ეს იყო ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული 3-4 წელიწადი, რაც გამოვიარეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ეს ყველაფერი პირველ რიგში უკავშირდება იმას, რომ რეგიონში დაიწყო ძალიან მასშტაბური ომი, გულისხმობ უკრაინის ომს და ინტერესი საქართველოს მიმართ, რომ ჩვენც პირდაპირ ყოფილიყავით ჩართული ამ სამხედრო კონფლიქტში. თქვენც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამდენად რთული იყო ჩვენთვის გადაწყვეტილებების მიღება. ასეთ დროს, როდესაც ხორციელდება ძალიან დიდი წნეხი ჩვენ არ პატარა ქვეყანაზე, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან რთული და ეს არის დაკავშირებული ძალიან რთული გადაწყვეტილებების მიღებასთან უმაღლეს ხელისუფლების მხრიდან. თუმცა ჩვენ მოახერხეთ ის, რომ ეს რთული წელიწადი გავიარეთ წარმატებით და მთავარი შედეგი, რაც რჩება, არის ის, რომ ქვეყანა თავიდან აირიდა ომი.